პალესტინელი მოძრაობები ცდილობენ გაგვაჯერონ, რომ პალესტინელების გასაჭირი არ არის ფემინისტების და ქვიარების პრობლემა და ჩვენ ამაზე არ უნდა დავდოთ და პირველი გვაწოხებდეს დახოცილი მინიმუმ 55,000 პალესტინელი მხოლოდ იმის გამო, რომ იქ გეი ქორწინება არ არის დაშვებული. ეხლა რაც შეეხება ხო ეს პრინციპში ირონიულია ამ საკითხზე გოეთეს ინსტიტუტში რომ იწევს საუბარი, იმიტომ რომ გერმანია ამერიკასთან და დიდი ბრიტანეთთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მოკავშირე ისრაელის და არა მარტო მხარს უჭერს იარაღით და მისი მხარდაჭერით იხოცება ათასობით ადამიანი, არამედ გერმანიაში ახშობს მთლიანად პროპალესტინურ მოძრაობას და ადამიანს უბრალოდ უკრძალავენ, რომ თუნდაც პალესტინის დროშა აფრიალონ ქუჩაში ან მხარდაჭერა გამოუხატონ ადამიანებს. ეხლა კონკრეტულად გადავალ საკითხზე, რომელსაც მე მინდა რომ გესაუბროთ. პალესტინელებს კონკრეტულად ეხლა ღაზის შემთხვევაში ხშირად ვამბობთ და ამ შეფასებას ვიყენებთ, რომ ეს არის გენოციდი, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებთ. და მე ახლა მინდა დავაკვირდი და მაინტერესებდა კონკრეტულად რას უყურებდით, როგორ უყურებდით და უყურებდით თუ არა საერთოდ. პალესტინის შემთხვევა არის ბოლო წლებში ზოგადად ომი და რაც მნიშვნელოვანი საომარი მოქმედებები თუ ეს არის მესამე სამყაროს არა პრიორიტეტულ ქვეყანაში მიმდინარე, ყოველთვის ხოლმე საინფორმაციო საშუალებით მოდის ხოლმე ჩვენს ყურამდე და ხედველობამდე, მაგრამ ალბათ უკრაინის ომი იყო პირველი ამ საუკუნეში, რომელმაც ტექნოლოგიურ განვითარების გამო და იმის გამო, რომ სოციალურ მედიაზე ყველას ესე მარტივად მიგვიწვდებოდა ხელი, ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოიჭრა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მინიმუმ პირველი რამდენიმე თვე ყველა საინფორმაციო წყაროთი 24 საათის განმავლობაში ვიღებთ ინფორმაციას. და იგივე მოხდა ღაზის შემთხვევაში, ოღონდ აქცენტები იყო სხვადასხვა. უკრაინის შემთხვევაში თავიდანვე კაფიო იყო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილში, ზოგადად არ მხოლოდ საქართველოში, ასევე მსოფლიოში, ასევე მეინსტრიმული მედიისგან. დასავლური მედია ყოველთვის ასეც უნდა ყოფილიყო, ღიად ადანაშაულებდა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის და უკრაინაშულ ადამიანების დახოცვისთვის. თუმცა ეს პარადიგმა თანამედროვე დამოუკიდებელ ჭალებში, მედიაში ძალიან მარტივად გადატრანსფორმირდა, როცა საკითხი შეეხო პალესტინელებს და ისრაელს და დასავლური მედია, მათ შორის ქართული მედიაც იშვიათი გამონაკლისი ალბათ არის მოუწყებელი და ამისთვის საჯარო მადლობა მინდა გადავუხადო ნათიასაც და მის გუნდსაც იმისთვის, რომ დღემდე აქტიურად აშუქებს პალესტინის საკითხს, არა იმპერიალისტური და კოლონიური პერსპექტივით და ცდილობს, რომ ის პრობლემები აჩვენოს, რაც დღეს 2 მილიონზე მეტ პალესტინელს აქვს ღაზის სექტორში ისრაელის გენოციდის გამო. ხო, სადვე. მოგეთ, და იმის გამო, რომ პალესტინა უკრაინელებისგან განსხვავებით და პალესტინელი ხალხი ასე ვთქვათ, უმეტესად უარყოფილი იყო მათი ხედვა, მათი პერსპექტივა. ყოველთვის დასაწყისში ეხაც ძირითადად ესე, მაგრამ რაღაცები იცვლება ტენდენციები. უარყოფილი იყო მედიის მხრიდან, ისინი არ აშუქებდნენ პალესტინელების მხრიდან იმას, რაც ხდება ეხლა გაზაში. თვითონ პალესტინელებს მოუწიათ, რომ გაეშუქებინათ ის, რაც მათ თავს ხდებოდა. ამიტომ როგორც სხვა ყველაფერი თანამედროვე სამყაროში ეს საკითხიც იქცა ცხადია საინფორმაციო ომის ნაწილად, მათ შორის ისრაელის მხრიდან, მაგალითად არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ არაპირდაპირი წყაროების გარდა 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჰამასი თავს
დაესხა ისრაელის მიწაზე კონცენტრირებს ადამიანებს, ეს კადრები ისრაელმა დაარეკლამა სხვა სოციალურ მედიაში, რომელშიც ძალიან ფონდა ხარჯი, რაც შეგვიძლია მეტ ადამიანს ეხილა ის, რაც მოხდა იქ, რათა შემდეგ გაიმართლებინა თავდასხმა ხაზაზე. მოგვიანებით ცხადია ისრაელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების პარალელურად გავრცელდა სხვა ინფორმაციებიც, მაგალითად ის მალევე როგორ დაიბრუნდა მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, მაგრამ ეს მსგავსი ნარატივი ისრაელმა გამოაცხადა ანტისემიტურად და მოთხოვა უამრავ პლატფორმას, მათ შორის Facebook-ს, ძირითადად Facebook-ს და Instagram-ს, რომ აიღოთ მათი პლატფორმიდან მსგავსი კონტენტი, რადგან ის იყო ანტისემიტური ან პროტერორისტული. ასევე ისრაელმა თითქმის მთლიანად აკრძალა მედიის მუშაობა ხაზის სექტორში, აღარავის აღარ შეეძლო გარედან შესულიყო ღაზაში და გაეშუქებინა იქ მოვლენები, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა და ისინიც ისრაელ ჯარისკაცებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ, რაღაც ვიწრო არეალი დაეპარათ და მაგალითად არ შეეძლოთ და დღესაც არ შეუძლიათ დაელაპარაკონ პალესტინელებს. ხო, ამას ისე ისრაელი ხსნის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვით, რაც ირონიულია, რადგან დღეის მონაცემებით ასეულობით ჟურნალისტი უკვე დაიღუპა პალესტინაში, ღაზაში, თუმცა ისინი პალესტინელები არიან, ამიტომ მათი სიცოცხლე ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია და ესეც უნდა აღნიშნოს, რომ ღაზის ეხანდელი გენოციდი ამითაც უნიკალურია, იმიტომ რომ არც ერთ საომარი კონფლიქტის დროს არ დაღუპულა ამდენი ჟურნალისტი არასდროს. მოკლედ, როგორც ვახსენე, რადგანაც მედია ერთი მხრივ ისრაელმა შეზღუდა მედიის გაშუქება და მეორე მხრივ ისაც დასავლურმა მედიამ უარყო და არის ურვა, რომ პალესტინელების პერსპექტივა გაეშუქებინა, თვითონ პალესტინელებმა გამოიყენეს ყველა შესაძლო სოციალურ მედია, ისინი Facebook-ი, Instagram-ი თუ ასე შემდეგ და მიუხედავად რომ ამას ხდა უამრავი წინააღმდეგობა, მაინც მილიონობით ადამიანის ყურამდე და თვალამდე მივიდა მათი ყოველდღიური ამბები და იმ ენით აღუწერელი ჩაგვრის ისტორიები, რომ შესაძლოა ხალხი ყველა ვიცი და ეს მათი დამსახურებაა. თუმცა ირონიულია, რომ მაგალითად მოთას რომელიც ალბათ ყველაზე მეტი გამომწერია Instagram-ზე, Times-მა დაასახელა 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის შორის, ასევე დისანს გადასცეს ემის ჯილდო დოკუმენტური ფილმისთვის. მე ამ მართლა ეს მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება კიდე ამის მერე გაიგო მათ შესახებ, მაგრამ ჩემთვის მაინც მგონია, რომ ეს დასავლური სამყაროს მიერ გადმოგდებული სატყვა არ არის, რომ ჩვენ ხედავთ და არ გიმჩნევთ, მაგრამ როცა პირობითად არ ვიცი ემის დაჯილდოებაზე ვარსკვლავის უმრავლესობა ალბათ ასე ფულს რიცხავს ისრაელის მხარდასაჭერად, რომ პალესტინელები დაბომბონ. და ეს რაღაც მსგავსი აღიარებები ფორმალურია და რაღაც თითქოს რაც ვიდეო თამაში ვარ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ისანი მაგალითად ყოველდღე სიცოცხლის არ ვიცით, ყოველდღე ველოდებით რაც სიახლეს მისგან ცოცხალია თუ არა და ამ დროს რაღაც ამერიკაში, რომელიც თანამონაწილეა ყველაზე დიდი ამ შეერაღებული თავდასხმის და გენოციდის, რაღაც ჯილდოს გადასცემენ, როგორც გმირს და გაბედულ ჟურნალისტს. იმ ასე ვთქვათ, ხისტი და პირდაპირი დოკუმენტური კადრების გარდა, რომლებიც ვიხილეთ, მაგალითად როგორ ბომბავენ ხაზაში საავადმყოფოებს, სკოლებს, საცხოვრებელს, ყველაფერს, იმიტომ რომ ხაზა ამ წუთას თითქმის მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. მოხდა ეგეთი რამ, ჩვენ ყველანი დავიღალეთ და აღარ გვინდოდა ეს რაღაცები გვინახა, იმიტომ რომ მეტი იყო და ადამიანები აღარ აქცევდნენ ყურადღებას მსგავს ვიდეოებს. ის გამოც პალესტინელებს მოუწიათ, რომ მიემართათ რაღაც სხვა მეთოდებისთვის და ის მათი ამბავი მოეყოლათ, ის რაღაც ტრენდებია ეთვისებინათ, რომელიც ჩვეულებრივ ჩვენ
ვისაც გვაქვს იმის უფლება, რომ ამ წუთას პირობდეთ ბომბები საერთაშინოდეს და რასაც ვაკეთებთ ხოლმე TikTok-ზე, ან Facebook-ზე, ან Instagram-ზე არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ სოციალურ მედიაზე. ის ტრენდები გამოიყენებინათ იმისთვის, რომ მათი ყოველდღიური პრობლემები არ ეწერათ. მოკლედ, ეხლა ვიცი რამდენი მაგალითი გაჩვენოთ, მაგალითად ეს არის 11 წლის რენადი, რომელიც ბლოკადის დროს ეხლა ისრაელს თითქოს ამბობს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ეხლა შედის, მაგრამ ვისაც უმცირესი რაოდენობა და იმ ადგილასაც წესით ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემენ უკვე 500-ზე მეტი ადამიანი ასევე ჩაცხრილეს. მოკლედ ამ პირობებში, როცა ღაზის ბლოკადა არის და შიმშილობს ხალხი, რენადი აცხობს ფულს. აი. هاي معكرونة بعد من أنا وصفيناها تقريبا ضلت من آخر الساعات لقيت حلاوة الشغل وأي طريقة بدي نسخة أنا بدي نسخة جبت بطوطة وبعدين مش بطوطة أفعل مهرسها كلها معلقة خميرة ومعلقة ملح وبالمكس ضيف طحين لحد ما العجينة تتماسك عجينة برجعتك هيك صارت العجينة جاهزة بنقطع ويلا على الخبز هيك صار جاهز حنقطع طبعا خبز العادي إذا حبيت تتضامنوا معنا اعملوا خبز بنفس الطريقة واحكوا خبز غزة როგორც ნახეთ, მაგათ იმის გამო ქვილი არ შოვება, ასეთ აკეთებს ფულს. მეორე მაგალითი არის ჩემი ყოველდღიური რუტინა, ეგეთ ტრენდი არის ხოლმე ადამიანები რაღაცა როგორ იწყებენ დღეს, რაღაც სვიათ, რაღაც ეგეთ რაღაცებს იღებენ ხოლმე, ალბათ გინახავთ თქვენს და ეს აკეთებენ მეგობრები. მის ზონაში როგორია მათი ყოველდღიური რუტინა. We start the day by going to the cafe and literally wondered what are we wearing as influencers. Sassy things. Ooh la la, ooh la la. Shoo. Since we've evacuated from the north of Gaza to the south, we didn't get so many clothes with us. So today we went to a second-hand store to get some clothes, but he told us that to come tomorrow because he will get t-shirts and jeans. Then we went to customize some old bands that we got from this innovative man who's using a bicycle to work his sewing machine for tomorrow to get some new clothes or new used ones, as I should say. Now I'm going to fix my Spanish. You comes manzanas. ¿Comes manzanas? Tú comes manzanas. ეს 2024 წელს არის გადაღებული ხა ალბათ ვაშლია პალესტინაში. ამ ბიჭებსაც ვაშლებს რამდენიმე თვე არ დავპოსტოთ ვიდეო და რეალურად მე გადავამოწა და ამას როგორც საცალკე აკაუნტები აქვს და ისე რაღაცას პოსტავ. სავარაუდოდ ცოცხლები არიან ორივე ბიჭები. ხო, მოკლედ, ამით იმის ჩვენება მინდოდა რა იმის გამო რომ დღეს ვართ ჩვენი რეალობა თითქმის გადასვლელთან სოციალურ მედიაში რისი გაკეთება უწევთ პალესტინელებს იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციან და კვლავ გვახსოვდეს, რომ ისინი ჯერ ისევ არსებობენ და რაც უფრო რეალ იმისთვის იბრძვიან, რომ იარსებონ. მაგრამ ამის პარალელურად საინტერესოა, რომ მეტა ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც თავარ სოციალურ access პლატფორმას ფლობს, ძალიან ბევრჯერ გამოაშკარავეს, თუ როგორ ზღუდავს და აცენზურებს კონტენტს პალესტინასთან დაკავშირებით, მაგალითად უამრავმა ასეულობით ყოფილმა თანამშრომლმა უკვე, იმიტომ რომ ყველა დაითხოვეს. ამხილა ისინი როგორ აიძულებენ, რომ ის კონტენტი, რომელიც პრო-პალესტინურია და არ
იზიარებს ისრაელის ნარატივს, წაიშალოს, ან ასეთ მომხმარებლებს შეეზღუდოთ ახალი კონტენტის შექმნა და ასე შემდეგ. ასევე Human Rights Watch-მა მოამზადა ანგარიში და განსაკუთრებით 2024 წლის პირველ რამდენიმე თვეში 1050-მდე თუ არ ვცდები кейსი განიხილა, ის кейსები, რომლებიც Facebook-მა წაშალა თავისი პოლიტიკის დარღვევის გამო, უსაფრთხოების პოლიტიკის დარღვევის გამო და აღნიშნა, რომ აქედან არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ იყო იმ წესების საწინააღმდეგო, რომელსაც წესით Facebook-ი იცავს თავის კონტენტთან დაკავშირებით. და ეს იყო ძირითადად, არ ვიცი, საზამთროს ემოჯი, რომელსაც იყენებენ პალესტინის მხარდასაჭერად, პალესტინის დროშა და ასე შემდეგ. ამის გამო ადამიანებმა სოციალურ ქსელებზე მომხმარებლებმა დაიწყეს რაღაც სიტყვების შეცვლა, იმიტომ რომ Facebook-ის ალგორითმი ავტომატურად აკონტროლებს რაღაც კონკრეტულ სიტყვას, მაგალითად ისრაელს ან ჰამას და ასეთ სიტყვებს წერენ სხვა სიმბოლოებით, რაცა ეს მარტივად აღქმული აღარ იყოს. თუმცა იმის მიუხედავად, რომ მეტა და მარკ ცუკერბერგის კომპანია კაცად აკონტროლებს იმაზე, თუ რას ამბობს პალესტინის მხარე და ზოგადად პალესტინის მოკავშირეები, საინტერესოა, ჩემთვის საინტერესოა, რომ უფრო ბევრს ამბობს თვითონ ისრაელის მხარე, რა კონტენტს ქმნის ისრაელი მიმდინარე მოვლენებზე და ეხლა ჩვენ რამდენიმე მაგალითს ვაღებთ, შევარჩიე მაქსიმალურად მსუბუქი კადრები, ანუ აქ არ იქნება წესით არაფერი ისეთი მძიმე, მაგრამ წარმოადგენს შეგვიქმნის იმის პარალელურად, რასაც პალესტინელები გვიყვებიან, სკოლა ღაზაში და ისრაელის ჯარისკაცები არიან ამ სკოლაში. თვითონ იღებენ ამ ვიდეოს, თვითონ ავრცელებენ. და კიდევ წერია, რომ კარგი არაბი, მკვდარი არაბია. მეორე ასევე ხაზდა ვიდეო TF-ის ჯარისკაცის შვილი საჩუქარს ჩუქნის თავის შვილს ხაზადან. მოგეთ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო თავიდან მოხდეს. კითხულობთ თუ არა, მოგეთ თავიდან გავრცელდა ვიდეო, როგორ ასმენებდნენ პალესტინელ ტყვეებს ისრაელში საბავშვო მუსიკას უწყვეტად, რომ დაეჩაღათ. ეს წამების ერთ-ერთი მეთოდია, ხშირად იყენებენ ხოლმე ბევრგან. და ეს ვიდეო გავრცელდა პალესტინელების ამგვარი ფორმით წამების, თვითონ ისრაელში რიგითი მოქალაქეებმა ეს აქციეს ტრენდად და ამაზე როგორც ხუმრობას ვიდეოებს იღებდნენ. ეს არის ნამდვილი ვიდეო, სადაც პალესტინელებს აწამებენ ეს მუსიკის მასმენით, საბავშვო მუსიკის. ბავშვებსაც იღებენ ასეთ ვიდეოებში. ისე იქით მოქალაქეები, ხო ესენი არიან ჯარისკაცები ან სახელმწიფოს წარმომადგენლები. ეს თვითონ მომღერალები და მეომრებთან და უმღერა ეს სიმღერა.
ქორწინიან პალესტინელებს. ხო, მოგეთ. რომ შევაჯამო როგორც ფინანსკი და შეგვეცანა სიტყვა და ბოდიში ერთს ისრაელის მხარზე ვიტყვი რომ ხო, თავიდან დამოვიწყა გამემართა, რატომ ვიყენებ სიტყვა კონტენტს, რომელიც ინგლისში ძულს, მაგრამ ამ კონტექსტში კონტენტი რაც იქცა იმ სამწუხაროდ მომხმარებელ ფორმატ, რომელიც იქნება ინტერნეტისთვის და სოციალური მედიისთვის და თანამედროვე სამყაროში ომი და გენოციდი იქცა სწორედ კონტენტად, რომლის წესებსაც უნდა მოერგო ერთი მხრივ თუ გინდა რომ შენი ხმა ისმოდეს და ყურადღება მოგაქციონ და ფიძზე ვიღაც ორი წამით მაინც გაჩერდეს და მეორე მხრივ ამას დაგვიება ეს რაც ვნახეთ ხა ისრაელის მხარეს გვაჩვენს იმას რომ თანამედროვე სამყაროში მივახცეთ იმ ეტაპს როცა დეჰუმანიზაცია შეიძლება იყოს რაღაც ყოველდღიური გასართობი ანუ ამაზე შეიძლება არც უხერხულობასაც კი არ გრძნობდეს რომელიმე მხარე, რომ რაღაც კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს არაფრით შორის ესე ღიად დასცინოდა და თანასწორ ადამიანებად არ მიიჩნევდა, ან ადამიანებად არ მიიჩნევდა. და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო დღეს სოციალური ან ეს ყოველთვის იყო ხოლმე, ჩვენ გვახსოვს ჰოლოკოსტიც და ბევრი სხვა ისტორიული გენოციდი, მაგრამ სოციალური მედია ამას მისცეს სხვა მედიუმი და კიდევ უფრო გამარტივა და კიდევ უფრო ჩვენთვის ასევე აღქმადი გახდა რამდენად ჩვეულებრივი რამეთ იქცა ეს. რამაც ერთი მხრივ თავიდან როცა ამას ვხედავდით, ან თუნდაც ეხლა ვინმე ნახავს პირველად შეიძლება რაღაც შოკი მოგვაროს, მაგრამ სწორედ სოციალური მედიის ბუნების გამო მალევე ვეჩვევით ამას და ის რაც მოგონია რომ არის არა ადამიანური, უცებ ხდება ადამიანური, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ რაღაცებს ვუყურებთ თითზე და მე მალევე როცა ერთიც აუსვამთ რაღაც მალევე ხედავთ, არ ვიცი, ვარსკვლავებით და ხალხჩაზე დიდრული რაღაც კაბებით, ან ჩვენი მეგობარის ვაზე, ან რაღაც საჭმლის კერძის რაც რეცეპტი და ეს აღქმა ჩვენი ტვინი ამ ყველაფერს არ აქცევს საკანონმდებლო ყურადღებას, რაც ჩვეულებრივის ნაწილი ხდება და შესაბამისად ვეგუებით იმას, რაც წესით შემზარავი და კოშმარული უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დისტანცირდებით. ამაზე წერს სიუზენ ზონტანკი, წნედებას ავიკითხავ, ხოლო თავის საკულტო წიგნში ფოტოგრაფიაში პირველი ესედან არის ეს ნაწყვეტი. ბოლო ათწლეულებში შეშფოთებულმა ფოტოგრაფიამ სინდისის გაუძებას თუ შეუწყო ხელი, მის მიძინებაზეც არანაკლებ იზრუნა. ან რამდენადაც ესეთ კადრების ხილვა გვაშფოთებს, რაც უფრო მეც ვხედავთ, მით უფრო მეტად ვეჩვევთ და ეს მოვლენებიც სამწუხაროდ ნორმალიზდება. მადლობა ყურადღებისთვის და თავისუფლად ხარისხს.